ძველი საიდუმლო. Kudret. შვილო სათხარ. გთხოვ სახლში დაბრუნდი. Kudret. Kudret. დეიდა რას აკეთებ? ხელი გამიშვე. ბოდიში შვილო. Kudret ხომ არ იცნობ? Kudreti ვინაა? გიჟი ხომ არ ხართ? შვილო Kudret ფოირას ხომ არ იცნობ? საშუალო სიმაღლის შავგრომანი ბიჭია. არა დეიდა, არ ვიცნობ. Abim nasıl? Çetini როგორ არის? ღამე კარგად ეძინა? მე ძალიან მღელავდაო. იმედია ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. დილომშვიდობისა ბიძია. დილომშვიდობისა ესვა. შენს დას უთხარი რომ მალე მივალთ. ბიძიამ თქვა მალე მოვალთო. რამე ხომ არ გჭირდებათ? წამოვიღებ. ზუჰალ? ადექი, საავადმყოფოში მივდივართ. ზუჰალ? მომერთო ჩემო. როდისად გაესქალე? არი დარდო. ჩეტინი მშვენიერ განწყობაზეა. გელოდებათ. ჩემი ყოჩაღი ბიძია. ფრთხილად. ხომ არ გინდა რამე დამიზიანო ჭიკჭიკა. დილომშვიდობის ახალხო. კეთილი იყო შენი მოსვლა. გზად ცხელი ფუნთუშა შევიძინე. სულ ახალია. ვიცი რომ გიყვარს. მიირთვი. რას აკეთებ? ხომ იცი რომ საოპერაციო დემზადება? კარგი, თვითონ შევჭამ. შენთვისაც ვიყიდე. მიირთვი. ასე მშრალად ვერ შევჭამ. წავალ ჩაის მოვიდან. სერ? სამკუთხა ყველი ხომ არ გინდა? თუ გინდა წამოგიღებ. არ მინდა. კარგი, ცოტა ხანში მოვალ. ჩამოდი შვილო. ბიძიას ნუ შეაწუხებ. იყოს არ მაწუხებს. მოგენატრა ბიძია ჩემო ჭიკჭიკა. მაშინ ლოყაზე გაკოცებ. იცი, ძილის წინ შენ გამოვილოცე. დეიდა ისე მითხრა, ბავშვების ლოცვას ღმერთი ყოველთვის უსმენსო. ასე რომ არ შეგეშინდეს. კარგი? მალე გამოჯამრთელდები. ღმერთ მაგნას. ღმერთ მაგნას. შვილო. Kudret ფოირას ხომ არ იცნობ? ვიცნობ დეიდა, მაგრამ დღეს არ მოსულა. ხომ არ იცი, სად შეიძლება იყოს? ალბათ მისი მეგობრის გურქანის სახლში იქნება. ო, ალბათ მასთანაა. იცით მისი მეგობარი სად ცხოვრობს? დიახ, ვიცი დეიდა. თუ გნებავთ მიგასწავლით. გმადლობთ. ასე არაფერი გამოვა. ალო, გურქან, მეგობარო. ხომ იცი ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ? შეგიძლია ცოტა ფული მასეს ხო? შეგიძლია? 50 მაქვს. თუ გეყოფა მოდი და წაიღე. არა სკოლაში არა, სახლში ვარ. კარგი, გელოდები. კარგი, დროებით. რა უნდოდა? გაუჭირდა, ფული მთხოვა. უმდიდრესი მშობლები ხავს. ფულში როგორ გთხოვს? როცა საშუალება ჰქონდა პატივს გცემდა, რადგან გაუჭირდა ხელი უნდა უკრათ? შეეშვი, თავის თავს თვითონ მიხედოს.
დღე მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. ამდელ ადრიან რამ შეგაწუხათ? განქორწინების საქმე ჯერ არ დაგვიწყია. იმედი მაქვს არც დაგჭირდება. რას გულისხმობთ? ბატონი ბურაკი ხელის შაქნებას არ აპირებს. მის მეუღლესთან საუბარს და ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ქალბატონ მერდას გადავეცი, რომ ბატონი ბურაკი სავახშმო დეპატიჟება, მაგრამ ამ წინადადებას ამაყად და ცივად შეხვდა. გთხოვთ, როგორც მეგობარმა ურჩიოთ, იქნებ დაგიჯეროთ და დათანხმდეს. მერდა ჩემი საუკეთესო მეგობარია. მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ თვითონ თუ არ უნდა რა გაეწყობა. როგორც არ უნდა იუაროს, ქალბატონი მერდას თვალებში სიყვარული მაინც ჩანს. აშკარაა, რომ გული არ გაციებია. თქვენმა რჩევამ იქნებ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს და მეუღლეს ყველაფრის ახსნის საშუალება მისცეს. რადგან ასე ფიქრობთ, დაველაპარაკები. მადლობთ. კარგ დღეს გისურვებთ. თქვენც ასევე. ბიძია, მზად ხარ? ბიძოლა ხომ არ გინახავს? არა, არ მინახავს. ზედა სართულზე არ არის? არა, წასულა. მერტო ჩემო. ასე დილა ადრიან სად უნდა წასულიყო? არ ვიცი ბიძია. წამოდი წავიდეთ, არ დავიგვიანოთ. ბიძოლა პირდაპირ საავადმყოფოში მოვა. ექიმს ესაუბრე? ესაუბრე. შუა დღესაც საავადმყოფოში იქნება. ძალიან კარგი. წავიდეთ. ზუჰალ, როგორ არ გწვენია? ბავშვი ოპერაციას იკეთებს და საერთოდ არ განაღლებს. ვინიც ის სათხარ? ჩეთიმ ფოირაზმა ოპერაცია გადაიფიქრა. როგორც ჩანს, გართულებები შეეშინდა. ოჯახი დაყოლიებას ცდილობს. ჯერჯერობით გადაწყვეტილებას არ ცვლის. დიდი ალბათობით ოპერაციის გაუქმება მოგვიწევს. აუცნაურია. ხომ იცით, ღამით მივფრინავ. ამ ოპერაციის სხვა დროს ჩატარება შეუძლებელია. თურქეთში ალბათ ვეღარ მოხვდები. იქნებ გადაიფიქროს. იქნებ გადააფიქრებინოთ. მესმის, ამ ამბავთან დაკავშირებით თუ სიახლე იქნება შეგატყობინებთ. იმედი მაქვს ბატონმა თურგუთმა ყველაფერი იცის. არ მინდა მასთან ურთიერთობა დამიზაბოს. საჭირო არ არის თურგუთმა ყველა წვრილმანი იცოდეს. დიდი ხანია გიცნობთ და პატივს გცემთ. ეს საიდუმლო ჩვენ შორის უნდა დარჩეს. მიმიხვდით? გმადლობთ ქალბატონო ზუჰალ. როგორც იტყვით, ისე მოვიქცევი. ხომ გითხარით შინარ, არ გეხმურები მეთქი. სხვა გზა არ გაქვს. ქუდრეთი აუცილებლად უნდა მომიყვანო. სხვა შემთხვევაში ჩეთინი ხეიბრად დარჩება. როგორც ხედავ, ფარხმალი დაყარე და უკან მობრუნდი. გაჩვენდი. იცოდე კიდევ რამეს თუ იყვი მწარედ განანებ. ცოტა ხნის წინაზე ვისაუბრეთ. კარგი რა იყო, ვიხმრე. და სენსიტიურები ხართ. მოდი დაჯექი, ყავას მოგიმზადებ. არ მინდა. მეჩქარება. კარგი, როგორც გინდა. არ მიწყინო. ამაზე მეტი რომ მქონდეს გასესხებდი. 50 ლირა რაში ეყოფა. ამისთვის ტაქსის ფულია. მადლობა ღმერთს, ვიპოვე. იმედია ქუდრეთი აქ არის. ძალიან ცუდად იქცევი. ჩემი მეგობარი გასაჭირშია. როგორ არ გწვენია? ძმაო, მის მაგივრად ბოდის მეგიხდი. ასეთი ხასიათი აქვს. უთავბოლოდ ლაპარაკობს. არა უშავს. როცა ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, მაშინ იგებს ვინაა მისი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. მადლობა. კარგი მეგობარი ხარ. როგორც კი საშუალება მექნება დაგიბრუნებ. ამაზე არ იდარდო მეგობარო. არსად მეჩქარება. მადლობა. ჩემი წასვლის დროა.
ისმენდეიდა. შვილო. ქუდრეთი აქ არის? ქუდრეთი? არა, აქ არ არის. ხომ არ იცი, სად შეიძლება ვიპოვო? არა, არ ვიცი. ღმერთო. თუ ქუდრეთი დაგირეკავს, შეგიძლია გადასცე შვილო, რომ გადაუდებელი საქმე მაქვს. უნდა დაველაპარაკო. თქვენ ვინ ბრძანდებით? მე აიშე. ნათესავი ვარ. კარგი დეიდა აიშე, გადავცემ. გმადლობ შვილო. კარგ დღეს გისურვებ. თქვენც ასევე. რა ხდება ქუდრეთ? ქუდრეთი ამ უზარმაზარ ქალაქში როგორ უნდა ვიპოვო? ვინ იცის სად წავიდა? ღმერთო დამეხმარე. იმედია კარგადაა. ნეტამ ნომერი დამეტოვებინა. თუ რამეს გაიგებდა, შემატყობინებდა. როგორც დეიდა ისე მიგიღე დეიდა აიშე. გენდე, მაგრამ როგორ მომექეცე? ყველაზე რთულ სიტუაციაში სახლიდან გამაგდე. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს როგორ მოიქცევე. გული საბოლოოდ გამიტყდა. და ოპერაციამდე რამდენი დრო დარჩა? რომელი საათია? ჩეთინ ცოტა ხნის წინ ხომ გითხარი? ყოველ 2 წუთში კითხვა საჭირო არ არის. ოპერაციის დრო რომ მოვა, ექიმიც გვაცნობებს. რა ვქნა და ვერ ვისვენებ. გული მიგრძნობს რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდება. ნეტავ დრო მალე გავიდოდეს. ნუ დარდობ. რამე პრობლემა რომ იყოს, ანალიზებში გამოჩნდებოდა. ხნეობა შეინარჩუნე. ყველაფერი მოგვარდება. ღმერთმა ქნას. მოვედით. ეს რა არის ესმა? ამაზე დიდი ვეღარაფერი იპოვე. ვარ მთლიანი პალატა მოგერთო. ღმერთო ჩემო, უბრალოდ თაიგულია. სრულიად ნორმალური ზომის. მოკლედ არაფრის ღირსი არ ხარ. კარგი, კარგი. ვითომ არაფერი მithქვამს. ლამაზია. გმადლობ. როგორ ხარ შვილო? ცოტა ვნერვიულობ. ისე კარგად ვარ. მალე უკეთ გახდები. გმადლობ ბიძია. ყველაფერი შენი დამსახურებაა. ღმერთმა ეს სიკეთე-სიკეთითვე დაგიბრუნოს. კარგ დროს მოვედი, შეკრებილ ხართ. დილა ადრიანს სად გაქრე ზუჰალ? სად უნდა ვყოფილიყავი, ჩემო კარგო? აქ ვიყავი. დილით ადრე გავიღვიძე, ყველას გეძინათ, ვერ მოვისვენე და წამოვედი. არ მინდოდა ბავშვები მარტო დამეტოვებინა. კარგად მოგცეულ ხარ, მაგრამ ჯობდა ჩემთვისაც გეთქვა. აღარ ვინერვიულებდი. დაო. მართლა ადრე მოვიდა? ხო. ღმერთო, ნეტავ რა მოხდა? გაჩუმდი. ესმა, არ გაიგონოს. ქუდრეთ? ეთილი იყო შენი მოსვლა. სად დაიკარგე? ნერვიულობდი. ცოტა თავი მოგვანატრე. კარგია რომ მოხვედი, მაგრამ ცოტა ადრე ხომ არაა? ამჯერად ადრიანად დავიწყებ. როგორც ყოველთვის? კარგი. დილა მშვიდობისა. ხომ მშვიდობაა? ცოტა შეგაგვიანდა. რამე პრობლემაა? აპატია საქმეები მქონდა. შენი მესმის, მაგრამ ესმას რაღა დაემართა. რომელი საათია და ჯერ არ გამოჩენილა. მისი საქმეც ჩემი გასაკეთებელია. მის ადგილას რომ ვიყო, ყველაზე ადრე მოვიდოდი და ოფისს გავაღებდი. ჩემი ნათესავია, მაგრამ თვალის დახუჭვას არ ვაპირებ. რომ მოვა უნდა ვუსაყვედურო. ძალიან გთხოვ არ ჩაერიო. ნათესავია, მაგრამ აშკარად მის ცხოვრებაზე არაფერი იცი. დღეს მისი ძმა ოპერაციას იკეთებს. შენმა დიშვილმა რომ დააკოჭლა, ხომ გახსოვს? ესმას ჩემთან ოპერაცია არ უხსენებია. მე მითხრა და გავათავისუფლე. ახლა კი უნდა წავიდე. სად მიდიხარ?
ახლა არ მოხვედი? მაგრამ გადაუდებელი საქმე მაქვს. უნდა წავიდე. აქ ყოფნაზე მნიშვნელოვანია. რაც ესმა გამოჩნდა, ურთიერთობა აგვერია. ჩვენ შორის შავი კატასავით გაირბინა. საკმარისია. ამის უფლებას აღარ მივცემ. ომერს არავის დავუთმობ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ეს გოგო თავიდან უნდა მოვიშორო. ექიმი ამდენ სად არის? მითხრა დილით შემოვვლი და გავისაუბროთო. მოვა ჩემო კარგო, ნუ ნერვიულობ. ალბათ საცობშია. ოპერაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ძმაო, რა მოხდა? შეგეშინდა? ომარ გადაიფიქრე. რატომ უნდა გადავიფიქრო? საშიში არაფერია. სანდო ხელში ხარ. მერტო ჩემო. ხომ გითხარით არ ნერვიულობ? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? ექიმების მეც არ მეშინია. მიწია ისინი ხომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. შენგან განსხვავებით, საერთოდ არ მეშინია. ხედავ, პატარა ბავშვმაც დაგცინა. რა გენაღლებათ, იცინეთ. თუ დედა თქვენი ჩემ შვილს არ მომიყვანს, ბოლოს საქმეს სატირლად გაგიხდებათ. ხელს ხომ არ გიშლით? დედა ის შეკეთილი იყო შენი მოსვლა. შემოდი. როგორ ხარ ჩეთინ? კარგად დეიდა აიშე. ოპერაციის დაწყებას ველოდები. ახლა რა უნდა ვქნა? არც დასასვლელი მაქვს და არც ისეთი ადამიანი მყავს, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ყველა თავის თავზე ფიქრობს. არავის ვადარდებ. გვერდით არავინ მყავს. ამ სამყაროში სრულიად მარტო დავრჩე. საერთოდ არავინ გამაჩნია. კარგი. კარგი. შეცდომები მეც დავუშვი. მაგრამ ასე რატომ მეკცევია? რატომ? ცოტა ნელა დალია ძმაო. საღამომდე დიდი დროა დარჩენილი. უკვე მთვრალი ხარ. ჩემს საქმეებში ნუ ერავი, დამისხი. ოპერაციის მერე ბიძია პარკში ხომ წამიყვანს. დედა საქანელაზე შენსავით ძლიერად მაქანავებს. შვილო არ გწვენია. მაშინ მე ბიძა შენში გამცვალე. რა ვქნა, სიმართლეს ვამბობ. მართლა ასია. ბიძია ყველაზე ძლიერია. კარგი, მაშინ მოვილაპარაკოთ. დედიკოს ახლობანას გეთამაშება. მე კი პარკში წაგიყვან. რა სიტყვი? შეგვიძლია კარუსელზეც დავსხდეთ. რა მაგარია. კუდრეც თუ ვერ ვიპოვე, მათი სიხარული მწუხარებით შეიძლება. ღმერთო ძალიან გთხოვ. ჩემი მიზეზით ბავშვებს ტკივილს ნუ მიაყენებ. დამეხმარე, რომ მათი გაბედნიერება შევძლო. დავალ, ნახავ ექიმი ხომ არ მოსულა. ნუ ჩქარობ თურგუთ, ჯერ მოსვლას ვერ მოასწრებდა. არა უშავს, მაინც შევამოწმებ. ჯობს დარჩე. შეიძლება ბავშვებს რამე დასჭირდეთ. წავალ და ვნახავ. წამოდი. აქ რა საკეთებ ჩინარ? ხომ გითხარი ქუდრეთის გარეშე არ მოხვიდე მეთქი. რისი მიღწევა გინდა?
გინდა შენი შვილი სამუდამოდ ხეიბრად დარჩეს? ამ ხელა ქალაქში ქუდრეთი როგორ უნდა ვიპოვო? სკოლაში არ დამხვდა. მის მეგობრებსაც ვკითხე, მაგრამ არავინ იცის, სად შეიძლება იყოს. ამას ნუიზა. ქუდრეთი ერთად მოვძებნოთ. რასაც მეტყვი გავაკეთებ. გემუდარები, ჩემ შვილს ნუ გააუბედურებ. თავიდანვე გაგაფრთხილე. ქუდრეთს თუ არ მომიყვან, ოპერაცია არ შედგება მეთქი. ცოტა ხნის წინ ექიმს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ოპერაცია გადავიფიქრეთ. რამე თუ შეიძლება შეგატყობინებთ მეთქი. საღამომდე ქუდრეთს თუ ვერ იპოვი, იცოდი არ დაგინდობ ჩინარ. გულს ვერ ამიჩუყებ. ზუხალ, ამას ნუიზამ გემუდარები. ნუ თუ სინდისის საერთოდ არ გაწუხებს. პირობას გაძლევ ქუდრეთს ვიპოვი და მოგიყვან. მაგრამ მანამდე ოპერაციას ხელს ნუ შეუშლი. ჩეთინს ცხოვრებას ნუ დაუნგრევ. არა. ქუდრეთის გამოჩენამდე ოპერაცია არ დაიწყება. იჩქარე, დროს ნუ დაკარგა. ეს ჩეთინის ბოლო შანსია. ოპერაციას მერე ვეღარ გაუკეთებენ. ექიმი ამ ღამით მიფრინავს. სინდისი საერთოდ არ გაგაჩნია. რაც არ უნდა გითხრა, აზრი არ აქვს. ნუ გავიწყდება, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. იმედი მაქვს ერთ დღეს შენივე სიძულვილისა და ბრაზის მსხვერპლი გახდები. ბავშვის ბედით ვაჭრობა არ შეიძლება, ზუხალ. ბოლოს ისევ ჩვენ ვინანებთ. ბერს ნუ ლაპარაკობ. წადი, ქუდრეთი იპოვე და მომიყვანე. დრო იწურება ჩინარ. რა ჩაიდინა? ოპერაცია გააუქმე? რაც გავიგონე სიმართლეა, ზუჰალ? მიპასუხე. ამ ქალის გამო ქუდრეთი სახლიდან წავიდა. ჩემ შვილს ვეღარ ვპოულობ. არ გესმის თურგუთ? შენი ავაზაკიშვილის სახლიდან გაქცევის გამო ჩინარს მისი ვაჟის ბედით აშანტაჟებ? წარმოუდგენელია. არ მჯერა რომ ეს სიკადრე, ზუჰალ. შენც ხომ ქალი და დედა ხარ. როგორ შეიძლება დედაშვილი დააშანტაჟო? სინდისი საერთოდ არ გაგაჩნია? მიპასუხე. ხოლოდ ჩემ შვილზე ვდარდობ, თურგუთ. ჩინარის გამო ჩემი შვილი დაიკარგა და ვერსად ვპოულობ. ტყუილად იცავ. მისი ბრალია, ჩვენ შვილს ვერ მოუფრთხილდა. გუშინდელი დღის შემდეგ ზარებს არ პასუხობს. ვინ იცის რა მოუვიდა, თურგუთ? ჩვენ შვილზე საერთოდ არ დარდობ. არ გაინტერესებს რა მოუვიდა? დიდი ბიჭია, თავს მიხედავს. საღამომდე სადმე იბოდიალებს და მერე სახლში დაბრუნდება. რას აკეთებ? ექიმს ურეკავ, რას უნდა ვაკეთებდე? შენი შვილის უსაქციელობის გამო ჩეთინს ცხოვრება უნდა დაუნგრიო? გინდა თუ არა ეს ოპერაცია აუცილებლად ჩატარდება. ალო? ბატონო ექიმო? მოდის გიხდით, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ჩეთინი ოპერაციისთვის მზად არის. როცა ისურვებ, შეგიძლიათ დაიწყოთ. შეიძლება ჩემი ნაშრომი მაჩვენოთ, მასწავლებელო. მაინტერესებს რა შემეშალა. საკლასო ოთახში დაბრუნდი, მოვალ და ერთად შევამოწმოთ. კარგი, მასწავლებელო. უკაცრავად, პირიქით, მოგაცდინეთ. გაუფრთხილებლად მოვედი. ხედავ, რომ ენერგიას არ იშურებთ. გჯერათ, რომ მერდა ერთად ვახშმობაზე დამთანხმდება. თქვენი შეთავაზება გადავეცი. საბოლოო პასუხი არ უთქვამს. მაგრამ ჯერა რომ მოვა. მის მეგობარსაც ვესაუბრე. უთხოვე რომ დაერწმუნებინა. მომისმინეთ ბატონო ბურაკ. თქვენს მეუღლეს ჯერ კიდევ უყვარხართ. გადაუჭრელი პრობლემაც არ გაქვთ. მჯერა რომ ეს ვახშამი თქვენს ურთიერთობას სასიკეთოდ შეცვლის. ეს ამერი ნერვებს მიშლის. ვერ გავიგე განქორწინების საქმეებს აგვარებს თუ ქორწინების სახლი აქვს გახსნილი. ყუილად ლაპარაკს ჯობს ვიმოქმედოთ. მერდა და ბურაკი თუ შეხვდებიან, აუცილებლად შერიგდებიან. რა უნდა ვქნათ? მერდას ხელი უნდა შეუშალოთ, რომ სავახშმოდ არ წავიდეს.
ღმერთო ძალიან გთხოვ დამეხმარე. ჩემი შვილის გაუბედურების მიზეზად ნუ მაგცევ. გზა მიჩვენე რომ ქუდრეთი ვიპოვო და ამით ჩეთინი გადავარჩინა. ძალიან მეშინია რომ ჩემ შვილებს რამე მოუვათ. გთხოვ გემუდარები, ორივე დაიფარე. ძალა მომეცი რომ ბრძოლა განვაგრძო. დამიცავი ღმერთო. ჩემი შვილები დაიფარე. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. ყველგან ვეძებე, ყველას ვკითხე, მაგრამ თითქოს მიწამჩაყლაბა. ქუდრეთი მაპოვნინეთ. ძალიან მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ 20 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ. პატარა ხომ არაა? თანაც სანამ 24 საათი არ გავა დაკარგულად არ ითვლება. ძებნას ვერ დავიწყებთ. 50 წლის რომ იყოს, მაინც ასეთ დღეში ვიქნებოდი. რა მომასვენებს, როცა არ ვიცი ჩემი შვილი სად არის? ტელეფონის გათიშული აქვს. დაკარგულად როგორ არ ითვლება? სად უნდა წასულიყო? მომისმინეთ. ასეთი შემთხვევები ხშირად გვაქვს. მალე გამოჩნდება. ტყუილად ნერვიულობთ. დარწმუნებული ვარ თქვენი შვილიც მეგობრებთან ერთობა და მალე დაგიბრუნდებათ. გონი კარგად ვერ აგიხსენით. ჩემი შვილი დაიკარგა. არსად არის. არ გესმით? რამე რომ მოუვიდეს პასუხს ვინ აგებს? თქვენ? ნუსრეთ. ქალბატონი კარამდე მიაცილე. ჩემი შვილი უნდა ვიპოვო. სიკვდილ სიცოცხლის საქმეა, არ გესმით? დეიდა გამომყევით. წინააღმდეგობას თუ გამიწევთ, პრობლემა შეგექმნებათ. იქნებ შენ დამეხმარო შვილო. ჩემი შვილი დაიკარგა. აღარ ვიცი სად მივიდე და ვისთან ვეძებო. მეშინია რამე რომ მოუვიდეს. გამომძიებელს ჩემი გულის ტკივილი ვერ გავაგებინე. გამომძიებელი მართალია დეიდა. მაშინვე ცუდზენ ვფიქრობ. ამდენი დრო არ მაქვს. ჩემს ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებ. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. შენს ვარს ტელეფონი თან ჰქონდა? კი, მაგრამ ახლა გათიშული აქვს. ქუდრეთის ტელეფონი რაში გამოგადგება? ნომერი გამომძიებელსაც მივეცი, მაგრამ არაფერი უთქვამს. გათიშული იყოს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მაინც დავადგენ სად არის. სერიოზულად ამბობთ? ჩემ შვილს იპოვით? გმადლობ შვილო. კიდევ დამისხი. საკმარისია. სახლში წადი ქუდრეთ. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? უფასოდ ხომ არ მინდა. დაასხი. მიდი. ქუდრეთ. ჩემო ძმაო. მიდი ახლა სახლისკენ წადი. გეყოფა. ისედაც ძალიან ბევრი დალია. საკმარისია. მიდი. წასასვლელად მოემზადე. წადიო. გეგონება წასასვლელი მქონდეს. კარგი, ეს ბოლოა. ბოლო ჭიქა დამისხი. კარგი? ბატონი ბურაკი, თქვენ საყვარელ რესტორანში ვახშმად გეპატიჟებათ. თუ არ წახვალთ გამოვა რომ ეს ქორწინება მან კი არა თქვენ დაანგრიათ. მიდიხარ? პროექტის განხილვა რომ გვინდოდა? ხოლ მივხედოთ. ბურაკს ჩემი ნახვა უნდა. ვახშმად დამპატიჟა და წასვლა გადავწყვიტე. დროს ხომ არ კარგავ მერდა. ხომ იცი რომ ადამიანები არ იცვლებიან. მალე იგივე სიზამს. კიდევ კარგი მოგისცარი. წამოდი წავიდეთ. სად? როგორ თუ სად? ბატონ მემეც უნდა შევხვდეთ. მერდასთვის არ გითქვამს? ბოდიშს გიხდი მერდა, სულ დამავიწყდა. არა უშავს. ბურაკს სხვა დროს შეხვდები. რას ვიზამთ? ის კაცი გველოდება. წამოდი წავიდეთ. თუ დავიგვიანებ, თუ ხერხული იქნება. წამოდი.
სათყოფილა. უკვე იპოვეთ? მისამართი დაგიწერე დეიდა. შენი შვილი ამ ქუჩაზეა. დიდი ალბათობით ბარში იქნება. ხომ გითხარი დიდი ალბათობით მეგობრებთან ერთობა. ტყუილად ნერვიულობ. კარგი რა შვილო. ისევ მავნე ჩვევას დაუბრუნდი. უღრმესი მადლობა შვილო. ეს სიკეთე უფალმა სიკეთითვე დაგიბრუნოს. ამინ. გაიქეცი. შენ შვილს მიხედე. გმადლობ შვილო. ზუხა. კუდრეთი ვიპოვე. მის სანახავად მივდივარ. ძალიან გთხოვ, ჩეთინის ექიმს დაურეკე. ოპერაცია დაიწყე. კუდრეთს ვნახავ და წამოვიყვან. დარწმუნებული ხარ? იცოდი არ მომატყუო. სანერვიულო არაფერია. დიდი ალბათობით ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება. ზოგადად მცირედი რისკი ყველა ოპერაციას ახლავს თან. თუნდაც მარტივი იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ჩეთინი მალე სრულიად გამოჯანმრთელდება. ღმერთ მაქნას. ხომ გეუბნებოდი ძმაო? შენი საქმე შენიცი ჩინარ. უკვე გითხარი, რომ აქ კუდრეთთან ერთად თუ არ დაბრუნდები, ჩეთინის ოპერაცია არ შედგება. ვიცი ზუხა. გთხოვ, ექიმს დაურეკე, რომ ოპერაცია დაიწყოს. მალე მოვალ. იჩქარე ჩინარ. ჩეთინის მომავალი შენს ხელშია. საკმარისია. ხომ თქვი ბოლოაო. ამის შემდეგ კიდევ ორი ჭიქა დალია. კარგი. ტვინი ნუ შემიჭამე. დამისხი. ხელი გამიშრა. ვიდრე შარს გადაეყრები, ჟობს დახვიდე. ეს რა არის? ეს რა ფულია? აირანისა და შაურმისთვის გეყოფა. ხედავ აქ რამდენი წერია. ხედავ რამდენი უნდა გადამიხადო. რა ვქნა, მეტი არ მაქვს. რა გავაკეთო? რა ხდება? რამე პრობლემაა? კი, პრობლემაა. ფული არ მყოფნის. რა სიზამ? გადამიხდი? კარგი, მოგვიანებით გავსწორდებით. კუდრეთი ჩემი ძველი კლიენტია. კარგად ვიცნობ. მერე გადაიხდეს. არ მოვიტან, შეგაწერე. ხომ გაიგე? არ გადავიხდი. შარს ეძებ მეგობარო. ხელი გამიშვი. თავი დამანებე. რა გინდა მცემ? ესე იგი საჩუქრის მიღების გარეშე წასვლა არ გინდა? ნახოთ. აქ რა უნდა მაჩუქოთ? აი ეს არის შენი საჩუქარი. კიდევ გინდა? თუ შეიძლება იჩქარეთ, ძალიან ცოტა დრო მაქვს. კარგი დაო, ნუ დარდობთ, მივასწრებთ. ალო, გისმენ. მერდა სამსახურში მოვიდა? ისევ მანდა? ჯერ არ წამოსულა? ახლა ვაპირებდი რომ დამერეკა. მერდას დარწმუნება შევეცადე, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინე ბურაკ. მითხრა რომ შენთან სასაუბრო არაფერი აქვს. მერეკი დენისთან ერთად წავიდა. თათბირი ჰქონდათ. ესე იგი ჩვენს ქორწინებას ისევ საქმე ამჯობინა. წუხვარ, მაგრამ ასია.
გამოდის რომ ყველაფერი დასრულდა არა ვერაფერ შევცვლე ჩემს თვალწინ ყველა კარი დაიხურა. სახლიც კი არ მაქვს. როგორც კი ფეხზე დადგები სათევსაოდ წავიდეთ, კარგი? დიდი ხანია მინდა რამდენიმე დღით არ დადეგებზე წავიდეთ. ჩემთან ერთად ანკესთან საათობით ლოდინს შენ გარდა ვერავინ შეძლებს. სიამოვნებით ვიძია. ვითევზაოთ. ხელს რა გვიშლის? ჩვენ? არ წაგვიყვანთ? მოუნდა. თევზაობა რა ქალის საქმეა. ანკესით გოგო გინახავს? ოთახი დატოვეთ. პაციენტი ოპერაციისთვის უნდა მოვამზადოთ. დრო მოვიდა. ჩეთენს სანერვიულო არაფერი აქვს. ბიძია მიხედავს. ცხოვრებაში მარტოს არასდროს ტოვებს, ხომ ასეა? შენი შვილი თურგოთ? შენი შვილი. ახლა მასთან ვინ არის? მოიცადე ახლა ვეგეტყვი. არავინ. ჩემი კუდრეთის გვერდით ახლა არავინაა. მამამისის გამო ჩემს შვილს აღარავინ ყავს. გეყოფა ზუჰალ. კუდრეთს ხომ იცნობ? ჭირვეულობა მობეზრდება და თავისი ფეხით მოვა. დამშვიდდი. ჩემს შვილს თუ რამე მოუვა. არასდროს გაპატიებ თურგოთ. ეს კარგად დაიმახსოვრე. კუდრეთ. 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 კუდრეთ შვილო, დამელოდე. კუდრეთ დამელოდე. კუდრეთ. დეიდა აიშე. კუდრეთი მომიყვანეო, ხომ მიბრძანე? აი, მოვიყვანე.
კუდრეთ? კუდრეთის მოყვანა ხომ გინდოდა? მიდი და დატკბი. ხომ გითხარი შვილების ბედით ვაჭრობა არ შეიძლება მეთქი. გემუდარებოდი. ბოლოს ისევ ჩვენ ვინანებთ მეთქი, მაგრამ არ მომისმინე. კუდრეთ. შვილო. კუდრეთ. თვალები გაახილე. დედა შენი შენთანაა. გონს მოდი შვილო. ქალბატონო, გთხოვთ პაციენტს ნუეხებით. თავი დამანებე, ჩემი შვილია. დედამისი ვარ. კუდრეთ. გემუდარები, თვალები გაახილე. გთხოვთ ხელს ნუ შეგვიშლით. თქვენს ვაჟს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ხელი გამიშვით. შინაგანი სისხლდენა აქვს. არა, გთხოვთ, დავრჩები. ძალიან გთხოვთ. ჩემ შვილთან დამტოვეთ, გთხოვთ. მანდ ვიქნები. ჩემს ვაჟთან ვიქნები. კუდრეთ, შვილო. ზუჰალ? რა მოხდა? ხმა მოიღე. მითხარი რა ხდება? ხმა მოიღე ზუჰალ. დამელაპარაკეთ. კუდრეთი. რა? კუდრეთს რა მოუვიდა? მიპასუხე ზუჰალ. კუდრეთი. რა ხდება? მიპასუხე მეთქი. ჩვენ შვილს რა დაემართა? მანქანა დაეჯახა. ექიმმა შინაგანი სისხლდენა აქვსო. ოპერაციას უკეთებენ. ჩემი შვილი წაიყვანეს თურგუთ. უშველი, გემუდარები. ზუჰალ. ღმერთმა ქნას ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს. ჩვენს მას ხნეობა მოემატება. ღმერთმა ქნას. ღმერთმა ქნას. ამინ. ნოტირით. ბიძია კარგად იქნება. არაფერი ეთკინება. ბევრი ვილოცე. ოპერაციიდან სულ სირბილით გამოვა, არა? ღმერთო, ძალიან გთხოვ. ჩემი შვილი არ წამართვა. კარგი ზუჰალ, არი დარდო. კუდრეთი ძლიერია. გაუძლებს, კარგად იქნება. ღმერთო, ჩემი შვილის სიკვდილს ნუ მომასწრებ. გემუდარები, დაიფარე. ჩემი შვილი როგორაა? გადარჩება? ჩემი შვილი იცოცხლებს? თქვენმა ვაჟმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ექიმს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. კარგად იქნება, მიპასუხეთ. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმი გაგესაუბრებათ. მეტი არაფერი ვიცი. ქალბატონო, რას აკეთებთ? ჩემ შვილთან შემიშვით უნდა ვნახო. ეს შეუძლებელია. ძალიან გთხოვთ გემუდარებით. სახეზე შევხედავ და გამოვალ. გთხოვთ დამშვიდდით. ახლა თქვენ შვილს ვერ ნახავთ. ოპერაციას უტარებენ. დამშვიდი ზუჰალ. გთხოვთ. გამაგრდი. კუდრეთ. დამშვიდი გთხოვ. შვილო. შვილო. კარგი ზუჰალ, წამოდი. შვილო. მოდი. თურგუთ. პულსი ეცემა. სისხლდენას ვერ ვაჩერებ. ნათესავებს სისხლის ჩაბარებას ვთხოვ. ჩვენი შვილი გამოჯანმრთელდება ზუჰალ. კუდრეთს აქედან სახსალამაც გავიყვანთ. გესმის? აი ნახავ. მალე ფეხზე დადგება. ჩვენი ბიჭი არ დანებდება. უკან არ დაიხევს. შეიძლება უჭირს. უჭირს, მაგრამ გაუძლებს. კუდრეთი ჯიუტია ზუჰალ.
არასოდეს ნებდება. ჩვენი შვილი ამასაც გადაიტანს. უფალი არ გაგწირავს. ჩვენი შვილი არა? ახლა გაგახსენდა რომ შვილი ყავს. არ გინდა ზუჰალ. არ მესმის შვილს ასე რატომ მოიქეცი თურგუთ? კმაყოფილი ხარ? კუდრეთი არასდროს ყვარებია. ერთხელაც არ მოფერები ხარ თურგუთ. ტყუილია? ტყუილია? მამასავით არასდროს მოქცევი ხარ. ერთხელ არ შეგიქია. ყოჩა ღარ გითქვამს მისთვის. მაგრამ როცა საქმე რასიმის შვილებს ეხებოდა, კუდრეთზე მეტად აფასებდი. ანებივრებდი. საკმარისია ზუჰალ. დარწმუნებული ვარ არ უნდოდა ასე მომხდარიყო. შენ ვინ გეკითხება? ეს ყველაფერი შენი ბრალია. ჩემი შვილი შენ გამო დაშავდა. ზუჰალ ნუსულელობ. გამიშვი. ჩემი შვილი სიკვდილს ამ ქალის გამო ებრძვის. კუდრეთისთვის გონება რომ არ მოეწამლა, ეს არ მოხდებოდა. გთხოვასე ნუ მეკცევი. გული მტკივა. კუდრეთი ჩემი გაჩუმდი. არ გაბედო. მისი სახელის ხსენება აღარ გაბედო ჩინარ. მასზე ლაპარაკს გიკრძალავ. ჩემ შვილს რამე რომ დაემართოს, იცოდე არ გაცოცხლებ. თუ ახლა ვინმეზე უნდა ბრაზობდე, ეს შენი თავია ზუჰალ. სად იყავი როცა კუდრეთი სახლიდან წავიდა? შვილი ყავს ზუჰალ. ერთადერთი შვილი. მაგრამ შენ მასზე ზრუნვაც კი არ შეგიძლია. ახლა ვხვდები ჩემს შვილებს დედობა რატომ არ გაუწია. შენ მათ ზურგი აქცია. რაც შეეხება კუდრეთს, მხოლოდ იმას გაიძახი რომ შენი შვილია. ნეტავ მისთვის ნამდვილი დედობა გაგეწია. ვინ ხარ? ვინ ხარ რომ ჩემს დედობას აკრიტიკებ? საკმარისია. ორივე გაჩუმდით. ერთმანეთის დადანაშაულებით ვერაფერს გავაწყობთ. ყვირილით და კამათით კუდრეთს ვერ ვუშველით. თუ ჩხუბს ახლავე არ დაასრულებთ, ორივე მოშორდით აქედან. მე მიყურებ? მე არსაც წავალ. შიგნით ჩემი შვილი იწევს. სამშვიდი ზუჰალ. შეწყვიტე სხვების დადანაშაულება. რა მოხდა? ჩვენი შვილი როგორ არის? სტაბილურადაა, უბრალოდ დამატებით სისხლი გჭირდება, უნდა ჩააბაროთ, წამომყევით. კარგი, წამოვალ. ზუჰალ, წამოდი. ეგთანი მიხვდება, რომ ჩვენი სისხლის ჯგუფები ერთმანეთს არ ემთხვევა. თურგუთი. თურგუთმა რომ ეს გაიგოს. ახლავე უნდა ვიპოვო ჩინარი. იმედი არ წასულა, თორემ დავიღუპები. ღმერთო შეიწყალე ჩემი შვილები. გამოაჯანმრთელე ისინი. ჩემს ჩეთილს, ჩემს კუდრეთს დაეხმარე. მიპასუხე ჩინარ, მიპასუხე. მიპასუხე. იჩქარე ზუჰალ, ახლა ტელეფონზე საუბრის დროა? მოდი ჩინარ. სადაც არ უნდა იყო გთხოვ, მოდი. ძალიან მჭირდები. შემობრძანდით და კარი დახურეთ. თქვენი შვილის სისხლის ჯგუფს რომელი თქვენგანის ემთხვევა? ჩემი. რატომ? მე და კუდრეთს ერთი და იგივე სისხლის ჯგუფი გვაქვს. მართლა? ხო?
თუ გინდა წადი, საოპერაციოსთან მოიცადე. სისხლს ჩავაბარებ და მეც მოვალ. კარგი, აქ მოვიცდი. თურგუც ზურფასო, საოპერაციოს წინ მოიცადე. იქნებ რამე დასჭირდეთ. ქუდრეთს ყურადღებას მიაქცე. ძალიან გთხოვ. კარგი. გთხოვთ მუშტი შეკარით. გაჩერდი. სისხლი არ ამიღო. კი, მაგრამ ქალბატონო. სისხლს სხვა ადამიანი გაიღებს. ჩემი სისხლი არ გამოგადგებათ. თქვენი ან მამის სისხლის ჯგუფი უნდა ემთხოვდეს. დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. ჩემი ცხოვრების შესახებ ვერ მოგიყვებით. ღმერთო გთხოვ, კარგი ამბავი გამაგებინე. ჩემი ჩეთინი და ქუდრეთი გამოაჯანმრთელე. გაჩერდი რაჰმედ, გაჩერდი შვილო, დაეცემი. შვილო, რატომ არ მომისმინე? რა მეტკინა შვილო? დედას ყოველთვის დაუჯერე, კარგი? ხომ გითხარი გაჩერდი მეთქი? ნახვამდის. გევედრები მიპასუხე ჩინარ. ქუდრეთისთვის სისხლი უნდა ჩააბარო. მიპასუხე ჩინარ, მიპასუხე. სად ხარ ჩინარ? სად ხარ? გთხოვ, არ დამტოვო. ჩინარ? ჩინარ. ჩინარ. ქუდრეთს სისხლი სჭირდება. დონორი უნდა იყო. რამდენჯერ დაგირეკე, ტელეფონი სად გაქვს? ქუდრეთ. ახლავე წავიდეთ. ვიჩქაროთ. სწრაფად ჩინარ. ექტანო, ჩემი შვილი როგორ არის? გადარჩება? სისხლი ჯერ არ ჩაგიბარებიათ? დონორი ჩემი ცოლია. გთხოვთ იჩქარეთ. თქვენ შვილს სისხლი სჭირდება. კარგი, ახლავე წავალ და შევამოწმებ. გთხოვთ იჩქარეთ, ძალიან ვაგვიანებთ. დაუჩქარეთ. ჩემი შვილი საოპერაციოშია, სიკვდილს ებრძვის. გთხოვთ იჩქარეთ, დრო აღარ იცდის. თითქმის დასრულდა. ბიძია. რა მოხდა, სად დაიკარგე? დილიდან გეძებ. რამე პრობლემაა? ქუდრეთი ავარიაში მოყვა. რა? ახლა საოპერაციოშია. რას ამბობ, ბიძია? ძალიან დაშავდა, როგორ არის? შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. ბევრი სისხლი დაკარგა. ახლა დედამისი სისხლს აბარებს. ღმერთი არ გასწირავს. ამინ შვილო.
ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ ჩვენი სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადალახავდა. ვერავითარი ძალა ვერ დაგვაშორებდა. ახლა რა მოხდა? ჩვენი სიყვარულიც და ოჯახიც დაინგრა. ყველაფერი ჩვენი ხელით გავანადგურეთ. თურმე ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. ამაზე შენ რას ფიქრობ, მელდა? შენი კარიერული ამბიციების გამო. ჩვენი სიყვარული ფერფლად იქცა, განადგურდა. ბატონო ომერ, საღამოშვიდობისა ბატონო ბურაკ. მაპატიეთ, თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობ. ქალბატონი მელდა როგორ არის? ყველაფერი რიგზეა? მელდა ძალიან კარგადაა. საოცარ ხასიათზეა. ამის მოსმენა მიხარია. გონი თქვენ შორის არსებული პრობლემა მოვაგვარეთ. დიახ, ქალბატონი მელდას წყალობით. მან ოჯახს კარიერა არჩია. ამიტომ იქ არის, სადაც თავად სურს ყოფნა. საქმიან შეხვედრაზე. მომხდარ საერთოდ არ განიცდის. ახლა სად ხართ? კარგი, დამელოდეთ. ახლა ვემოვალ. კარგი, გელოდებით. არ წასულ ხარ? ზუჰალ, კარგად ხარ? კარგად ვარ, თურგუთ. სისხლი რომ ჩავაბარე, ამის გამო სისუსტე ვიგრძენი. თურგუთ, აქ რას ველოდებით? ჩემი კუდრეთი საოპერაციოში სიკვდილს ებრძვის. წავიდეთ. ჩეთინი როგორ არის? ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. ველოდებით. კარგი შვილო. კუდრეთთან დავრჩები. თუ რამეს გაიგებ, შემატყობინე. კარგი? კარგად ხარ? კარგად ვარ. არი ნერვიულო. კარგად ვარ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin.